იმედი წარმოგიდგენთ. თუ მეგრელი ხარ, ძალიან ამაყობ. ამაყობ, იმიტომ რომ საქართველოს უძველესი შვილი ხარ. თუ მეგრელი ხარ, ღმერთმა ორი მშობლიური ენა მოგცა ოდითგან და რა თქმა უნდა, ორივე ქართული ენა. ორივე მშობლიურია ჩემთვის. თუ მეგრელი ხარ, ტკბილი მეგრული ნანაქსმენია დედისა. თუ მეგრელი ხარ, ძალიან დიდი ქართველი ხარ. დანარჩენი საქართველოს დედაბოძი ხარ. სამეგრელოში მოვალ და საქართველოს ნახე. დიდი საქართველო. ბევრი ჭირი უნახავს ჩვენს ქვეყანას. მის ზურგზე მრავალ ქარტეხილს გადაულია, მაგრამ ყოველთვის მწერთა დამთქმელი სამეგრელოს იყო. ერთგული სხეულისა, რომელსაც საქართველო ეწოდება. ასე იყო წინათ, ასე არის ახლა და ეგრე დარჩება მომავალშიც. ეს სიტყვები ილია დავჭავაძეს ეკუთვნის. დავიწყოთ. ბუჯურეკ ჯანი. მიქორე გვალე. კარგად თქვი და ხო და საიდან ესე მითხარი ეს? როგორ მე საიდან და მე სამეგრელოსთან ძალიან დიდი კავშირი მაქვს. დიდოჩკიმში მართალი? დედა ჩემი ზერაგია. უი დედა მე კიდე ფოთში ვარ გაზდილი, მთელი ბავშვობა ფოთში ვარ გატარებული. ჩვენი კაცია. მალთაყა, აბავი და ცოტა მეგრულიც ვიცი და როცა უკვე პრაქტიკას გავიღე მაგომა. მოძგირინე. და ძალიან მიყვარს ეკაურობა მართლა. აი და ისეთი მოგონებები მაქვს. ბებია ჩემი გოგუცა რომ მახსენდება აი დღემდე და აი ესეთი ტკბილი, თბილი და მაგარი მოგონებები მაქვს. მოკლედ მე და მივხვდით ალბათ რომ ვიწყებთ ჩვენს დღევანდელ მოგზაურობას და დღეს გაგაცნობთ კიდევ უფრო ახლო ვეცდებით ქალაქ ზუგდიდს. ჩქიმ ზუგიდარე მუჭო მიორთო გაფასენთ. აი მართლა ძალიან მიყვარს ეს ხალხი, მართლა ძალიან თბილია და მზრუნველი და მიხარია რა ხანო მეთყობა რა ცოტა ზედმეტად რო ეს სტუმრებსაც ეთყობათ რომ სიამაყით არის მასულები. მადლობა ჩვენ სტუმრებს მობრძანებისთვის. ჩვენ მათთან ერთად ვიმოგზაურებთ, ამოგზაურებთ ჩვენს მაყურებელსაც ჩვენი საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქში. Salaia, chimitzira macharia nana, asho komi kwaria nana, mujo dole supapua kisera mokada kharia nana, nana kisera mokada kharia, kismaskani da pire banana, urare do macharia nana, urare do vai shiruda spatalia na vai shiruda spatalia urare do hore pashen vai shiruda spatalia na vai shiruda spatalia dani sheni eligi khua gichkusi squerishi chiri kham golyamu das kwa khaturel giserishi iruli chinda iruli chinda khutali ashkoma khutali gurskoma khut oju marashe oju asha ilar khazu kwandi tsalo napiti suwa orku khutam chekach kimitsalo iruli chinda iruli chinda khutali ashkoma khutali gurskoma khut iruli chinda iruli chinda khutali ashkoma khutali gurskoma khut Bahi soko dorgigoni Tina trasua khomudu masiko giordikoni abadero Oru diloramina abadero Oru diloramina Io ti si vozza tu discan Khoya si dorgigoni Ubedu khoya figo dove bine pigoni abadero Oru diloramina abadero Oru diloramina Chatoregin orteli, iberakli shushbushi, so the
ზუგდიდის ისტორიაზე მოვუყოლოთ ჩვენს კოლეგას, ისტორიკოს გიორგი კალანდიას, რომელიც ჩვენგან მარჯვნივ იმყოფება. ასევე არის საპატიო ზუგდიდელიც, რო იცოდე. ეგ არ ვიცოდი სხვადასხვა. გიორგი, დადიანების სასახლის გადასარჩენად, როგორც ვიცით, ფონდი ჩამოყალიბეთ. არაერთი ექსპონატი გადაარჩინეთ, უამრავი გამოფენა მოაწყვეთ. აი ძალიან დიდ პოპულარიზაციას უწევთ, როგორც სამეგრელოს, ზუგდიდს, ასევე დადიანების სასახლის. მოგვიყევით ამ საოცარი ადგილის შესახებ ისეთი ფაქტები გითხარით, რაც მე და დიმამ და ჩვენო მაყურებელმა არ ვიცით. ყოველგვარი მომზადების გარეშე ვარ მოსული, იმიტომ რომ ზუგდიდის ისტორიის შესახებ საუბარს განსაკუთრებული მომზადება არ ჭირდება, იმიტომ რომ ზუგდიდი არის საქართველოში განსაკუთრებული ქალაქი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ და ამის რამდენიმე ფაქტს დავასახელებ. პირველი, სოფლიოში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელმაც მშვიდობის პრემია მიიღო, ეს არის ბერტა ფონ ზუტნერი, რომელმაც თავისი ნაწარმოების წერა დაიწყო ზუგდიდში, იმიტომ რომ ცხოვრობდა დადიანების სასახლეში. დადიანების სასახლეების მკვიდრს სოფლიოში ყველაზე ცნობილმა, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა კომპოზიტორმა იოჰან შტრაუსმა ზუგდიდელ კაცს მიუძღვნა ვალსი და ამას ნიკო პოლკა. დიახ, აბსოლუტურად სწორი ხარ. გარდა ამისა, აი ხო გვაქვს ჩვენ ქალაქები გვაქვს, მაგალითად კულტურული დედაქალაქი, სიყვარულის ქალაქი. აი ზუგდიდი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ევროპული დედაქალაქი, აი ევროპელობა როგორც კი იტყვი გახსენდება ზუგდიდი თავისი არქიტექტურით, თავისი აი ამ ზრდილობიანი და განსაკუთრებული ტემპერამენტისა თუ ურთიერთობის ხალხით. ამას მხოლოდ ზუგდიდში ნახავთ. ეს არის ამ ქალაქის უძველესი ისტორიით განპირობებული, იმიტომ რომ აქ რო ჩამოდიოდნენ ევროპელი მისიონერები, წერდნენ რომ ეს იყო ყველაზე არაჩვეულებრივი ქალაქი საქართველოში. სხვათა შორის, ერთი ძალიან საინტერესო მაგალითი უნდა გითხრათ. 1856 წელს, როდესაც მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი, ზუგდიდში თურქები შემოვიდნენ და მათ შემოყვა ინგლისელი კორესპონდენტები, მათ შორის ჟურნალ ტაიმსიდან. აი ჟურნალ ტაიმსის ჟურნალისტები 1856 წელს ცხოვრობდნენ ზუგდიდში და მე ჩემი თვალით ამაქვს ნანახი ბრიტანეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალები, მათი კორესპონდენციები, სადაც წერენ, რომ ჩვენ ზუგდიდში ვნახეთ ისეთი ქუჩები, ისეთი სასახლეები და ცხოვრების ისეთი წესი, რომელიც არ გვინახავს პარიზსა და ლონდონში. აი ასე წერენ. ახალი ამბავი ნამდვილად ასეა, იმიტომ რომ ზუგდიდი მე განსაკუთრებით მიყვარს და რამდენიმე სიტყვით ვიტყვი რა მისცა ამ ქალაქმა საქართველოს. მე ხშირად მითხრია, რომ ზუგდიდი არ არის მარტო ზოგადეროვნული მნიშვნელობის ქალაქი, ის არის ზოგად საკაცობრიო მნიშვნელობის ქალაქი და ნიკო პოლკამ მხოლოდ ამის დასახელება კმარა, არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ღვთისმშობლის კვართი აქ ინახება, არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ლაქერნის ხატი და ღვთისმშობლის სარტყელი აქ ინახებოდა, არაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ნაპოლეონ პირველის ნიღაბი სოფლიოში რამდენიმე წალია აქ ინახება, არაფერს ვიტყვი იმას, რომ მთელი ფრანგული კულტურული ცხოვრების ამსახველი უნიკალური მასალები, მათ შორის ისეთი დიდი კომპოზიტორების, როგორც არის ბეთჰოვენი, შუბერტი, ვაგნერი, მათი პარტიტურები და ხშირ შემთხვევაში ორიგინალები დადიანების სასახლეში ინახება. მე ერთ მაგალითს გეტყვით ზოგადეროვნული მნიშვნელობისა ამ ქალაქის. ის რომ ჩვენ ბედი ქართლისა გვაქვს, ის რომ ჩვენ გვაქვს ქართული ხელნაწერების უნიკალური კოლექცია, ის რომ ჩვენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ხელნაწერები გვაქვს, ზუგდიდი რომ არ ყოფილიყო, ეს არ გვექნებოდა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იყო დადიანების ბიბლიოთეკაში დაცული. და როდესაც დადიანებმა ეს გადასცეს საკუთარ ხალხს, მხოლოდ ზუგდიდში დაბადებულ კაცს შეეძლო ეთქვა, მე ბედნიერად ვრაც ღვთავს, ჩემი ქონება გადავცე მის უდიდებულესობა ქართველ ხალხს. აი ეს მხოლოდ ზუგდიდელ კაცს შეუძლია და ამაში მე მგონი. გაოგნებული ვარ მართალი რო გითხოთ მართლა ეხა ესე ამდენი ფაქტიც არ იცოდი, ხო ეგრე? ესე იგი ობიექტურად ვადარებთ ვერსალს, პარიზს და ასე შემდეგ, ხო ესეა? აბსოლუტურად. ჯერ ეს კადრები რაც გადიოდა. ჩვენ ზურგს უკან უკვე რო მოგინდება რომ გაიქცე და ჩახვიდე და კი ბატონო, აი დაგეგმარება. არა, ნუ საოცრებაა მართლა. ნამდვილი ევროპული დაგეგმარება, რითაც მარტო ზუგდიდი არა. თავისი ლანდშაფტი. გეუნებით მთელი საქართველო და ალბათ ამიერკავკასიაც უნდა ამაყობდეს, იმიტომ რომ ასეთი რამე ბევრგან არ შეხვდება. აქ რო ცხოვრობდე გამოუკლავს.
აი ეს კიდე ზუგდიდელებს აქვთ აი ეს თანაზიარობა. ზუგდიდელი ბავშვთან ბავშვია, დიდთან დიდია, ძლიერთან ძლიერია და სუსტს კიდე არავის დააჩაგრინებს. და აი ეს მოდის ტრადიციებიდან. დადიანები ერთ დღეს გამოდიოდნენ, აბა მითხარით საქართველოს რომელიმე ქალაქი, გამოდიოდნენ თავიანთი სასახლიდან და ერთ მშვენიერ დღეს მეჯლისზე თავის ხალხთან ერთად ცეკვავდნენ და ზეიმობდნენ. ერთ რამესაც ვიტყვი და ამით დავამთავრებ. ზუგდიდი და ყველა ქალაქი მხოლოდ და მხოლოდ ფასობს მაშინ, როცა მას აქვს არა მარტო უნიკალური ისტორია და დიდი ისტორია, არამედ მას შეუძლია გაგრძელება ამ ისტორიისა. და ზუგდიდი აი თავის განსაკუთრებულ წარსულს დღემდე აგრძელებს. ზუგდიდელები და ამ ქალაქის მკვიდრები ახერხებენ იმას, რომ აი ეს დიდი ტვირთი ისტორიისა, რომელიც მათ მხრებზე ადებთ, კი არ დაამძიმოს, არამედ ამაყად ატარონ. ამიტომ არის, რომ ზუგდიდში დევს საქართველოს ერთიანობის გასაღები და ამიტომ იყო ილია ჭავჭავაძემ ზუგდიდში მოსულმა თქვა, აი აქ მოვედი და საქართველო ვნახეო. აი ეს არის ნამდვილად. ბრავო, ბრავო, ასეთი სიტყვებისთვის რა უნდა დავამატოთ მითხარით შემოდინო. არაფერი მე წავედი მე ზუგდიდში ხა. მოდით ამ ნოტაზე მიურატებზე გადავიდეთ, იმიტომ რომ პირდაპირ კავშირშია სამეგრელო. მე ვილაპარაკეთ პარიზი ვერსალი რას ამბობი რომ ლოგიკური გადასვლა რა? კი, დავდივარ. მიურატები ფრანგულ არისტოკრატიას წარმოადგენდნენ, როგორც ყველამ ვიცით. აშილ მიურატი და მისი მეუღლე სალომე, რომელიც სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილი იყო, დადიანების რეზიდენციაში დასახლდნენ, ასევე მათი შთამომავლებიც. დანეთ, შენ თუ იცი მიურატების მოურავი ვინ იყო? ვინ იყო? მარიცი? ცნობილი ექიმის, ტელეწამყვანის ჯონი ჯანაშიას ბაბუა. ბრავო. ჯონი აქ არის ჩვენთან, რა თქმა უნდა, სტუდიაში. ჯონი, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან. ძალიან საინტერესო ისტორია. და აი მოვისმენთ ესე ვთქვათ პირველ წყაროდან რა იცით ამ ისტორიას. ერთ მშვენიერ დღეს არშილ მიურატი, პრინც მიურატი, თავის ამალი თურთ წასული იყო სანადიროდ. სოფელ კირცხში გამოიარა, მოწყურდა და ერთ ოდასთან გაჩერდა. ნახა რომ ბავშვი თამაშობდა და გაზძახა ერთი წყალი დამალევინეო. ბავშვი გაიქცა და ღვინო მოართვა ხელადით. ძალიან ლამაზი ბავშვი იყო, მოიხიბლა აი ამ სილამაზით, ამ გარემოთი და იმითი რომ პატარა ბავშვმა იმდენი მოიფიქრა რომ ღვინო მეართვა, წყლის მაგივრად გამოკითხა, ვინაობა შემოისვა ცხენზე და გამოიქცნენ ერთად, გამოაკანა ზუგდიდისკენ. თუმცა იქ დაუბარა რომ მე მიმყავსო. ბავშვი გამოპარულა ღამე და ფეხით ჩასულა თავის სოფელში. ეს რომ დაინახა დედამისმა თვითონვე შესვა ცხენზე და მოუყვანა ისევ დადიანებს. ეს იყო ჩემი დიდი ბაბუა, ბებიას მამა, მალხას დარასელია, რომელიც დარჩა იქ სასახლეში. ამის შემდგომად მოხდა ისე რომ ძალიან პატარა წაიყვანეს პარიზში, მისეს იურიდიული განათლება და იქიდან დაბრუნებული ასევე ძალიან ახალგაზრდა, რომელმაც უკვე 6 ენა იცოდა, დანიშნეს საქმეთა გამგებლად. ყავდა 4 შვილი. ხო, სულ დამავიწყდა რომ ცოლად მოიყვანა თავადის ქალი, რასაც ვერ შეეპოვა სასიმამრო. ტყვია ესროლა თურმე, რომ დაინახა და ისე ჩასულა ეს კაცი მიწაში, რომ მალხაზისთვის ხმა არ გაუწია. ბევრი შვილი ყავდათ, მაგრამ იმ დროს ბავშვასიკვდილიანობის ამბავი მოგეხსენებათ და დარჩა 4 შვილი, 3 ბიჭი და 1 გოგო. აი იმ გოგოს შვილი ვარ მე, თამარა დარასელიასი და 3 ძმა. კიდევ 3-ვე ძალიან ცნობილი და სახელგანთქმული პიროვნებები გამოვიდა. მათ შორის დათული დარასელია იყო ცნობილი ინჟინერი, რომელსაც სამშენებლო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და რომელმაც, როგორც ამბობენ, ნახევარი ქუთაისი ააშენა. უფროსი კი, აი ჩემთვის ძალიან ახლობელი, რომელიც შემდგომ სოხუმში დასახლდა, საშა დარასელია იყო საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი ცხენოსნობაში. ეს ის დროა, როდესაც ჯერ ფეხბურთი არ ფეხბურთობდა. აი ესეთი მოკლე ისტორია, რაც შეეხება ამ ბაბუას ამბებს და გიორგის გასაგონადაც მინდა მე ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და რაღაცები მაქვს შენთვის საჩვენებელი, სალომე დადიანის წერილები, სიგელი, როგორ უფეშქაშეს დიდ ბაბუას მიწები
აი სამალარიო სადგურს რო ეძახდნენ ზუგდიდში, იქიდან თეატრამდე ფაქტიურად ჩემების. როგორი კარგი საქმე გავაკეთეთ, ეხლა რა სერიოზული ამბავი არის, აქ ეგრე არ არის. საქმესაც ვაკეთებთ. დონი, აი ზუგდიდის როგორ და აი შენც რა არის ზუგდიდი? აი აქამდე მოვდივარ, ახლა მე ზუგდიდში არ დავდაბადებულ არ, ჩემი მშობლები იყვნენ ზუგდიდლები, დედა ზუგდიდელი, მამა რუხელი. გახსოვს დიმა ესეთი ვიდეო გავრცელდა საფრანგეთში დაბადებულ ბავშვს რო ეკითხებიან საქართველო რა არისო შენთვის და ჩემთვის საქართველო არის და ბავშვი იწყებს წერილს. კი. მე არ მინდა რომ ეხა წერილი დავიწყო. იმიტომ რომ რა გითხრა და თუ გახსოვს სამთვიანი არდადეგები რო გქონდა. ხო? სკოლის პერიოდში. არ ვიცი ეს მოჯა იყო, ჯილდო იყო თუ რა იყო. ერთი კვირა რო არ მინდოდა ისე კისლავოცკში უნდა გაგვეტარებოდა. მე რეიწყებოდა ცხონება. ერთი თვე ვიყავი ზუგდიდში და ერთი თვე ვიყავი სოხუმში და აი გავიზარდე. აი ამ სიტუაციაში გავიზარდე. ასე რომ მეგრულიც კარგად ვისწავლე იმ პერიოდის განმავლობაში და მივხვდი რომ აი ეს არის ჩემი მიწა. იქიდან იწყება ჩემი ფესვები. და ბევრჯერ თქვა აქა ნოდარ გურვეშიძის ლექსის პატარა ნაწილით დავამთავრებ შენთან შეხვედრის ლოდინში. გულს ჟრუანტელი ულის, სწორედ შენ ახარ ოდიში ქვეყნის ჩვენება სრული, ბნელი ნათელმა დაფარა და ოდოია მესმის. ოქროს ვერძე აბარა, შუქი ენგურის ესის, თუმცა ძველია იგავი, მაინც სიამით ვამხელ, სამეგრელოში ვიყავი და საქართველო ვნახე. არტიკაჩი კუმართუდო, ვასურკირი განათია, ვასურვარამუ ასურინა, ნაყადაგა კეთენსია და ბანელო ეუნანა ნაულერია უნანა აბანელო ეუნანა ნაულერია უნანა არტას პანარ პარას პერჩანს ცხენდა უნაგისია Torchari do che cura sarà la prova scrivesse da habalera una na odelia una Сейчас тут ეგეჯები გენიშნა ბალანი მინდა ვაჩვაკი ასეს ბალანი აი სახსორცი ღურელ დიხაშმი დადვალარი დაუძახ ჩაღორებ შარიკადო არამი არამიდო შარიკა არიკადო არიკა არამიდო შარიკა არიკადო არიკა არიკადო არიკა არიკადო არიკა არამიდო შარიკა ავრესოლე პრორტუდო ვარასოლე პრორტა პარასო გავდე პაგაში ხაბდა ულაი თუთკუმდო ვარამუნე პარამი მანას გამუთოსინე შარიკადო არამი არამიდო შარიკა არიკადო არიკა არამიდო შარიკა არიკადო არიკა არიკადო არიკა არიკადო არიკა არიკადო არიკა არამიდო შარიკა ვაკოთა მესმუგო გადუსი ეშმაგიტი ჭედურამ ვარდვაგა ჭორასუდო კოტობები ვაკომ ჭუმა სისატურა სორე ყავსავიშინი მურა სისატურა ვაგუტურა და ვადოგურა მუმულიდო დაკურები ორჯაგარი Garikuda sila tudo akhawaris kanibura Sisadura sobre casa kinibura Sisadura vagutu adavado pura
დიდი მადლობა ანსამბლი ოდოია მე მგონი დაიმსახურეს დიდი აპლოდისმენტები არაჩვეულებრივი შესრულება იყო და ჩვენ ხო ვისი ამოვიდა და დარწმუნებული ვარ ჩვენმა მაყურებელმაც აი იგრძნოს ყველაფერი რაც აქ ხდებოდა კიდევ ერთი ძალიან კარგი ადამიანია ჩვენთან სტუმრად ეს არის ჩვენი კოლეგა გოდერძი შარაშია და გოდერძთან ესე გადავალ მაშინ აი მკითხით რა არის ზუგდიდი შენთვის ცოტა ბანალური კითხვაა მაგრამ ეს ყველასთან კი, კაი, ტრადიციული შეკითხვა. პირველ რიგში გადაცემას მინდა გამოვეხმაურო ძალიან მნიშვნელოვანი და რაღაცა პერიოდი რომ გავა, კიდევ უფრო მივხვდებით რომ ასეთ გადაცემებს ყოველთვის აქვს ფასი. სადაც ადამიანები თავიანთ სამშობლოს დაუმტკიცებენ სიყვარულს და მიეცემათ გამოხატვის საშუალება, რომ კუთხეებმა, ქალაქებმა, იმ ცხოვრებმა ადამიანებმა მადლობა გადაუხადონ ერთმანეთს. მაგალითად მე რომელიც ძალიან წლებია შორიდან ვუყურებ ჩემ ქალაქს, ხო? მე ვერაზროს ვერც ერთი ჩემი საქმით. მადლობას ვერ ვეტყვი იმ ადამიანებს ფასს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, რომლებიც ყოველდღიური საქმიანობით, თავიანთი პოეზიით, პროზით, აქ რომ დღეს იმღერეს, ასე არსად არ მღერიან. აქ რომ დღეს ისაუბრეს ისტორიაზე, ასეთ ისტორიებზე არსად არ ყვებიან. გიორგი მრაცი ელაპარაკა ძალიან მოკლედ თქვა, იმიტომ რომ ეს მისი ცხოვრების ნაწილია. ჩვენ აი გიორგი კალანდიას ვახსენებთ, მაგრამ გიორგი კალანდია დადიანების სასახლე, კალანდია მუზეუმი თბილისში, კალანდია არაერთი ისტორიული ცნობა, არაერთი ისტორიული დოკუმენტი. ჩვენ ხშირად ერთადაც ვზივართ გადაცემაში, მაგრამ არასდროს ერთმანეთს მადლობას არ ვეუბნებით. იმიტომ რომ თითქოს ჩვეულებრივი ცხოვრების ამბავია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ დღეს მე აქ ეს შემიძლია ვთქვა. რანაირად შეგვიძლია ატაში არ დაუკრა და მადლობა არ გადაუხადოთ ადამიანს, რომელიც გვერდით მიზის, რომელმაც ეპოქა შექმნა ამ ქვეყანაში, ხო მართალია და ასეთი არაერთი ადამიანია დღეს აქ დარბაზში. გიორგი მრაცი ელაპარაკა არის ადამიანები, რომლებიც ვიბადებით იქ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად არ დაიბადნენ სხვადასხვა დროს ჩვენს მიწაზე, მაგრამ ჩვენზე ბევრად დიდი ისტორია შექმნეს. მაგალითად, გიორგიმ რო ახსენა ნობელის პრემიის ლაურეატი ბერტა ფონ ზუტნერი. ეს ქალი ზუგდიდში ბავშვებს სიმღერას ასწავლიდა და ენას ასწავლიდა და მისი ქმარი ქალაქში მშენებლობებს ხელმძღვანელობდა და სახლებს აშენებდა ზუგდიდში. მისიონერები, რომლებიც ჩამოვიდნენ, აი მოიარეს ქვეყანა და სიყვარულს ვერ გადმოსცემენ, ისე ყვებიან. ქართული, ზოგად ქართული და მეგრული კულტურული საგანმანათლებლო ცენტრია ევროპასთან ერთად. ეს არის ჭავჭავაძეების, დადიანების, შერვაშიძეების და სხვა ასეთი დიდი ისტორიული გვარების ერთობლიობა. როდესაც ეკატერინე ჭავჭავაძე და მისი ოჯახი საფრანგეთიდან მოდიოდნენ, ეკატერინეს ყველაფერი პირადი რაც ჰქონდა საიმპერატორო კარზე დამზადებული იყო, დანაჩანგალი, ჭურჭელი, სასმელი, ყველაფერი და მათ შორის ერთხელ გადავიღე პარფიუმერიისთვის ჭურჭელი. ეს რას ნიშნავდა? როდესაც დედოფალი რაღაცას ყიდულობდა პირადი ჰიგიენისთვის, იქ ყველა მიცოდა განათლება ჰქონდა რისთვის იყო ეს ჭურჭელი, რომ არსებობდა დედოფალი, რომელიც დაუშვათ სადღაცა რომ მიდიოდა რას უნდა მოსწაიღებდა, აქ წვეულებაზე რომ მიდიოდა რას უნდა მოსწაიღებდა და კიდევ ერთი როდესაც სალომე დადიანა მიურაძე ჯვარი დაიწერეს და ლუვრში დიდი ამბავი იყო, მაშინდელ პრესას გიორგის წიგნიდან წავიკითხე, ასეთი რამ დაუწერია. ჩვენო საფრანგეთში არ გვახსოვსო, ორი ისეთი ლამაზი ქალი იყო ლუვრის დარბაზშიო. და ვინ იყო ეს ორი ლამაზი ქალი? ეკატერინე ჭავჭავაძე და მისი ქალიშვილი სალომე დადიანი. ეს არის დიდი ისტორია ამ ქალაქის და ამ კუთხის. ახლა ცალკე იონა მეუნარგიაზე რომ მოვყვეთ, ვიქტორ ჰიუგოსთან შეხვედრა და მან რო კითხა რომ თქვენ რუსეთიდან ხართო და არა მე საქართველოდან ვარო. იქედანო სადაც ლამაზი ქალები ცხოვრობენო, არა მხოლოდო. ინსტიტუცია, რომლითაც ამაყობს და მისი პირველი პირებით, ეს არის საპატრიარქო, ხო? პატრიარქებით. და ფრაზა, როდესაც დიდი პატრიარქი ამბროსი ხელაია ამბობს, რომ ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული სამშობლოს და სხეულს რაც გინდათ უყავითო, ეს ბევრს არ შეეძლო ეთქვა. მაშინ, დღეს მით უმეტეს, მაგრამ მაშინ ამ კაცმა ევროპას გააგებინა, რომ თავის ქვეყანის თავისუფლებისთვის იბრძოდა, წერილის გააგზავნა და პატრიარქმა იმაზე მეტ იქნა, ვიდრე მას შეეძლო გაეკეთებინა. და ერთი და დავამთავრებ. ერთი სიტყვის თამაშია, მაგრამ შიგნით ვფიქრობ ძალიან დიდი სიბრძნე ჩადო. თავი და თავი ის არის, სათავეს თავური თავი თავობდეს.
ამდენმა უთავო თავი თავობამ ჩვენი თავია ათავა. ახლა იქნებ შენ გვითავო და შენმა თავური თავით თავობამ ჩვენი თავი ათავოს. ეხა კი ერთი სიტყვის თამაშია ეს, მაგრამ ძალიან ბევრი რამ უთხრა ერთრამეს დავამატებ რა. ძალიან მადლიერი ვარ, რომ შერვაშიძეები ახსენა და აუცილებლად უნდა ვახსენო ეს ზუგდიდთან მიმართებაში ორ რაღაცას ვიტყვი. დადიანების სასახლეში, ნიკო დადიანის სასახლეში არის აფხაზთა დარბაზი. ეს არის ერთადერთი დარბაზი საქართველოში, სადაც აფხაზი თავადები მოდიოდნენ და საქართველოს ერთიანობაზე იფიცებდნენ. და აუცილებლად დადგება ეს დრო, რომ ყოველგვარი დაძალების გარეშე ზუგდიდში ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენ და აფხაზები, ქართველები და აფხაზები და საქართველოს ერთიანობაზე დავიფიცებთ, იმიტომ რომ ეს არის ამ კუთხის ტრადიცია. ჭაბუა მირეჯიბმა ბრძანა. ადამიანის ცხოვრება მის მეტნაკლებ მნიშვნელოვან საქციელთა ჯამიაო. დათა თუთაშხია მთელი საქართველოსთვის საყვარელი პერსონაჟია, გაუტეხელი სულის ადამიანი. გიგა ლორთქიფანიძის მიერ გადაღებული შედევრი მაყურებელმა ძალიან შეიყვარა. ჩვენი სტუმარია გიგა ლორთქიფანიძის ქალიშვილი ნანა ლორთქიფანიძე. მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობას გიხდით ამ არაჩვეულებრივი პროექტისთვის, ამ წამოწყებისთვის, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ეს პროექტი. მე არა ვარ მეგრელი. ნათესავიცი არ ამყავს მეგრელი, მაგრამ ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს სამეგრელოსთან და ზუგდიდთან. ეხლა რაც შეეხება ამ გადაღებების პროცესს, ნუ რასაკვირველია, ძალიან დიდი ნაწილი ფილმის არის გადაღებული სამეგრელოში და ასევე დიდი ნაწილი აფხაზეთში და ეხლა მაშინ მე ის წლებია, როდესაც ვიყავი სკოლის მოსწავლე და ყველა გადაღებებზე დედასთან და მამასთან ერთად დავდიოდით და საერთოდ აი როდესაც საუბრობ სამეგრელოზე მახსენდება სითბო, რომელიც იქ მხდებოდა და რომელიც მე ძალიან დიდხანს მომყვებოდა იქიდან რომ მოვდიოდი და აი როგორ გითხრათ ახლა აი სამეგრელო არ არის ეს რაღაცა რეგიონი მარტო, ეს არის ხასიათი, ეს არის ტემპერამენტი, ეს არის რაღაც საოცარი განსაკუთრებული ემოცია არის და აი გარდა იმისა რომ მე გადაღებებზე ვიყავი თუთაშხიას დროს იქ მერე აი ნანა ჩვენი თეატრი, რუსთაველის თეატრი ძალიან ხშირად დადის საგასტროლოდ ზუგდიდში, სენაკში და ამ ზაფხულსაც მე ვიყავი ზუგდიდში გასტროლზე და საკმარისია აი მართლა შეხვიდე დადიანების სასახლეში რომ აი გეჩვენება რომ იქ დრო ჩერდება თითქოს და კედლები თვითონ გიყვებიან ისტორიას, გიყვებიან სიძლიერეზე, ძალაზე, გიყვებიან სიყვარულზე, გიყვებიან ევროპასთან კავშირზე და ნუ არ ვიცი, მართლა ისეთი ემოციით გამოდიხარ იქიდან და იქვე ეს საოცარი ბოტანიკური ბაღია, სადაც შეგიძლია შეხვიდე და მართლა აი ესაუბრო, რასაც ქვია ბუნებას და მოусმინო ბუნებას ამ არაჩვეულებრივ უზარმაზარ ხეების ჩრდილში. კიდევ სამეგრელო არის ჩემთვის ადამიანები. ადამიანები საოცრად აი რაღაცა ცეცხლოვანები, პირდაპირი, გულწრფელი, მათი სუფრა, სადაც ყველა ხმამაღლა ლაპარაკობს, ხმამაღლა იცინის და აი ესე ხმამაღლა და საწოლის დაზალება იცია კიდე. და საკმარისია ერთხელ შეგეხოს. რომ ის სამუდამოდ მართლა დარჩება შენთან და აი ზუგდიდში სწორედ რომელიც არის დღეს ძალიან თანამედროვე და ევროპული ქალაქი, სადაც აი ისტორია და ყოველდღიურობა საოცრად ერწყმის ერთმანეთს. იქ იცი რა გაქვს ის ემოცია, რომ საქართველო ძლიერია მაშინ, როდესაც გახსოვს შენი ფესვები და სამეგრელოში ყოფნის დროს და ზუგდიდში სტუმრობის დროს გრძნობ, რომ ეს ფესვები აქედან იწყება, მყარი, მტკიცე და ძლიერი. Oh
შეხო იცი რომ მომღერლებმა განსაკუთრებით უნდა მოუვარავენ თავს კომენტატორებმაც ხო ხელს. ხო და მაგიტომაც მე მაქვს ძალიან კარგი საშუალება აი გაცეების დროს პრევენტ მოიწვი ხარ მაქვს ერთი სპრეია სასწაული ფაგიო ქვია მე მოგწევ თუ გინდა კარგი აი მომისმინე მაშინ გისმა ფაგიო ფაქიზი დაცვად გაციებისა და ინფექციებისგან ფაგიო გამოიყენება ანგინისა სინუსიტის ბრონქიტისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის ფაგიო შერჩევიდან ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას დედამ იცის ფაგიო შენიერი გადასარევი ამბავია ფაგიოდან ვისთან უნდა გადავიდეთ თუ არა სამი შვილის დედასთან ყველასთვის უსაყვარლეს ენერგიულ ლამას თბილ ნუ არ ვიცი რა დავამატო რა ვიცი მე დავამატო ხალისიანი ცოტა გიჟი ცოტა დაგებული ცოტა ისეთი ცოტა ისეთი ნანუკო ნაღდი ზუგდიდე ჩქიმ ნანუკო გითხარი როგორია შენი ზუგდიდე აი ბავშვობა გაიხსენა ის მომენტები მიდი იცი აი შეყო დედას გეფიცები ხო აი ნახე როგორ დაიწყო მამას გეფიცები და ჩემს სამივე შვილს ფიცა ვარ როგორი ბედნიერიც ახლა ვარ იმ წამიდან რაც ამ სტუდიაში შემოვედი და ეს ადამიანები დავინახე მართლა ჩემს თავს ვიჭერ რომ აი ამ სიტყვას სეპარატისტს რო გვეძახიან ნუ ვიღებ ამას მართლა იმიტომ ხო ადამიანები ძალიან მიყვარს და ეს ახლა ვერ ითამაშებ ამას ამდენი წელი და სულ შემიძლია მათ მიმართ სითბო გავცე მაგრამ მართლა აი სამეგრელო მეგრელები და აი ზუგდიდი და ზუგდიდელები ჩემთვის რაღაცნაირად სხვა ზღვა ემოცია არის ხალხნო და ძალიან მიყვარხართ დღემდე ამ ასაკშიც კი როცა ვხედავ ზუგდიდი წარწერას აი მიჩქარდება გული სიხარულისგან, სხვანაირად ვსუნთქავ, სხვანაირად ბედნიერი ვარ, სხვანაირად ლაღი ვარ. ყველაფერი მიყვარს, ყველა მოგონება, ჩემი ბავშვობა, სკოლა, ბაღი, მასწავლებლები, კლასელები, ნათესავები, ანუ ვერ ვძღები ყოფნისგან და სხვათა შორის რომ მოვდიოდი, სულ ფიქრობდი, რომ აი რა უნდა ვთქვა ჩემს ზუგდიდზე, ანუ ამ ხალხმა იცის სიყვარულის გაცემა ისეთი რაოდენობით და ისეთი სილამაზით მეგობრებო, რომ აი მართლა გული მწყდება, ვინც არ არის ხოლმე ზუგდიდელი, რომ აი ამ ყველაფერს ვერ იგებს, გულწრფელად ვამბობ, იმიტომ რომ აი ამ ადამიანებმა შეხება, მოფერება, თათინაურების შეფასება და თვით შეფასების ამაღლება ისეთ დონეზე იციან, რომ მართლა არანაირი თერაპია აღარ გჭირდება მერე. ანუ აღდგომას რომ მივდივართ ხოლმე ყველა ჩვენს კუთხეში და რო არის ხოლმე იუმორი, რომ ანუ დაიცალა ქალაქი თუ ყველა წავიდა, აი სულ მაქვს, რომ აი ნეტა სად დარჩით, ამაზე უკეთეს, ანუ ეს არის ხალხნო, ანუ ზეიმი რომ მივდივარ და იქ რო ყველას ხედავ, თუნდაც აი სასაფლაოზე ტრადიცია გასვლა, სულ მიმეჩქარება, ტაძარი, ეს არის აი არის ფოიერვერკი არის მართლა ჩემი ცხოვრების და მადლობა ღმერთო კიდევ ერთხელ რომ მეგრელად გამაჩინე და მომავლინე ამ ქვეყანას ზუგდიდში მადლობა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა რომ ჩემი ცხოვრების ყველა მიღწევა, ყველა ბედნიერება, ყველა სიხარული რაც ამ ცხოვრებაში მეღირსა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მეღირსა რომ ვიყავი ზუგდიდელი და ვიცოდი კარგად მეგრული და აი ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა მიდი გააგზავნე 2000 წელს როცა ჩამოვედი დავამთავრე სკოლა და ჩამოვედი თბილისში სამწუხაროდ ყველა სახსოვს ეს პერიოდი რომ მაშინ მოდაში იყო მეგრელებს რაღაცნაირად ლაპარაკი და უმეგრელი ხარ თუ მეგრელი იყო ხა და ასე თქვი ისე გაალამაზე ეს ტენდენცია იყო და არა მე არა ხო და მე მახსოვს სამწუხაროდ მწარეთ და მეგობრები ხა დამეთანხმებია სულ ვახსენებ ხოლმე რომ რაღაცნაირად უწევდათ ისე მოგძალებული თქმა რომ ზუგდიდელი ვარ მეგრელი მთელი ჩემი ცხოვრება სულ ვამაყობდი რომ მეგრელი ვარ ზუგდიდელი ვარ და დიახ აი ესეთი მაგარი კუთხიდან ვარ და ძალიან მაგარი ქალაქიდან ვარ და სხვანაირად აი ვერ გიხსნით, ანუ ეხლა თქვენ ყველას ძალიან კარგად გესმით. ის ვერ უხსნით რომ ჩვენ? არა, შენ როგორ ვერ გიხსნით? დივას ყოველ კვირას მაგას გეუბნები და იგებ ამ ყველაფერს და გძნობ ყველაფერს. აი ნახეთ როგორი რაღაც არის ხა. ერთ რაღაცა ისეთ მაგალითს გეტყვით. დიმა, ჩემი უახლოესი, ჩემი თანაწამყვანი, ძვირფასი ადამიანი, რომელიც მართლა გაგინათებს ყველა დღეს, სხვა რაღაცნაირი სენტიმენტები და სიყვარული მაქვს მის მიმართ და ნუ რაღაც ესე ვზივარ რაღაც სცენაში ვიხდები, დიმა ხუმრობს და ძალიან გამართული ორი ქვეწყოფილი წინადადება მითხრა მეგრულად. არ ველოდი. და უცებ აი
თანაც და კიდევ უფრო დივა და კიდევ უფრო ანუ გავგიჟდი აი ეს უნარი მაქვს რომ მესმის ეს ჩემი მოვედი ჰაბგები არ გადამიღო მართლა მოდი ხარ გოგო მოუდი და აყენე რომ გამხტარი გამომნარნარდე იყო არის კი და აი ყველას ვეხუტები, ყველას ვეფერები, რამდენი ხანიც გინდა დავრჩები, მე რა ერთი შვილი, მეორე, მესამე ყველა მისახედი, არ არის პრობლემა მათთან ერთად. არა, საოცარი ხალხი ხართ მართლა ყველა, აი რაღაც სხვანაირი შეგრძნებები მაქვს აბსოლუტურად. სხვადასხვა სითბო მოდი. ნანო, იცი რა მითხარი, ბავშვები დაკავ ზუგდიდში? მე რუსას სწავლობ. დიკა რა მითხრაო? საგოგრო ამბობ. მაგრამ ბაღანებს. კომჩირასე მურემა გულწრფელს ერთი წოდი ტიტრას უზაგვადებიეთ ეხა. ნახეთ როგორი რაღაცა ჩემს შვილებს გამართულად ეცოდინებათ მეგრული ამას ვეპირებას. ოღონდ ეხა რა არის ჯერ ყველაზე უფროსი 3 წლის არის და გამომდინარე იქიდან რომ არის ჩვენს რეალობაში ისეთი ალბათობა რომ შეიძლება ბავშვმა ორი ენა უცებ ვერ აითვისოს აირიოს ასე შემდეგ ვცდილობ რომ მოვარიდო მაგრამ Musrei Chiebukin, Komuchi, New York, Wamoko, ეს საკვანძოები მაინც იციან და აუცილებლად ჩემს შვილებს ეცოდინებათ მეგრული. ელენე, თქვენ მოგიყევით თქვენი მოკლედ არაფერი დაგვიტოვეს ნან. რამდენი რამე დაგიტოვე გოგო? არის ჩემი მშობლიური ქალაქი, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. დღემდე ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ და ძალიან ხშირად მიწევს ჩასვლა და აი სწორად თქვა ნანუკამ, როდესაც ზუგდიდში შევდივარ და იმეტირება. წარწერას ხედავ ზუგდიდს. ეხლა ცხელავ და ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება. ელენე, ოღონდ ძველი წარწერა, ასე რო წერია იქ არა. აი ახალი რო არის, იმ წარწერასთან აი ძველ წარწერასთან მაქვს მთელი სენტიმენტი. მიყვარს ჩემი სამეგრელო, ჩემი ზუგდიდი და რა ვიცი. მანგარო მიორჩქიმ ზუგდიდ და ქუგობლიუაფ თუფუ და არძა მარგალს და ჩქიმ ზუგდიდარებს. ბოშებ, ჩქიმ ბოშებ ამარ მიკოხენა და რა ვიცი. ნადობა. სოფოს შეგიძლია მეგრულად გააგზელო. ეხლა მე შემოპარული ვარ მარტივი შემოპარული ბევრი ვარ საკვანტყო მე და თუ გავასწარით ეგ არის თავი. დამეთანხმები ჩემს ნანუკას და ჩემს ელენეს და ყველა მეგრელი დამეთანხმება რომ ეს სითბო ეს სიყვარული რაც აი აკტრიალებს ეხა აი ეს შტიშფოთე, კარგი სიშფოთე ოღონდ კოდკოდებს აი ეს იჯდა მოჭიმული როდის სიტყო და რაღაცას ერთი სული ქონდა და აქედან აი სიამოვნებდა ნამდვილად იმიტომ რომ რაღაცნაირად ვეთანხმები ვიცით აი ამ იმ ნათქვა რომ მეგრელებს ერთი ნაკლი გვაქვს, რომ ნაკლი არ გვაქვს. ამას ვიქნა და ეს სეპარატიზმი და ეს ამბავი მე ძალიან მოჭარბებულად მაქვს და ძალიან დიდი სიყვარული მაქვს ჩემი სამეგრელოს და რო გებულობ ია ავა სკირი მთავრდება გვარი, ნუ განსაკუთრებული ნათებები და ის მეწყება მეც ჩემი ნანუკასი არ იყოს და მიყვარს მე ჩემი ზუგდიდი, მე ძალიან ხშირად ვარ ზუგდიდში სტუმრად, როგორც მომღერალი, როგორც ძალიან ახლო ადამიანი, ეგრეთ ჩემ ელენესთანაც ძალიან ხშირად დავდივარ და მყავს ბევრი მეგობარი, საყვარელი ადამიანი და ვამაყობ, აი მეც ვამაყობ იმით რომ ზუგდიდი არის სამეგრელოს დედოფალი, ასე რა ვთქვათ და გეფერებით ყველას ზუგდიდელებო მიყვარხართ. სხვადასხვა ნეაპოლში რო ვიყავი და რო ვეუბნეოდი იტალიელს ქართველი ვარ თქო რა გვარი ხარო და ჩემ გვარს რო ვეუბნეოდი არა ქართველი არა ხარ შენ კვარაცხელია იაზე თავდება ყველა ქართველი ხარ ესე მეუბნეოდი აბა ვერ ვაჯერებდი მაგამ პოს ერთი რაღაცა უნდა დავამატო სეპარატიზმის სიტყვა ახსენეს და მე ვიცი ხა ამ გადაცემას ძალიან ბევრი მაყურებელი ეყოლება მე ცოტა მე შეშფოთი ვარ ხო აი მინდა ახსნა რა არის ეს სეპარატიზმი და მიგახვედრებთ რას გულისხმობენ როდესაც საქართველოს სამეფო სამთავროება დაიშალა და აღმოსავლეთ საქართველოში გამახმადიანებული მეფეები დაჯდნენ მეგრელმა კაცმა ზუგდიდში დაუძახა მამუკა თავაქალაშვილს აღმოსავლეთ საქართველოდან და ვეფხისტყაოსანი გადააწერინა ზუგდიდში დადიანების სასახლეში და ყველაზე ვრცელი სრული ვეფხისტყაოსანი დღეს ქართველებს რო გვაქვს გადაწერილია ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტი ვინმეს მიერ მოგონილი კი არა ნამდვილი პრეზიდენტი არჩეული 87%-ის მიერ და ქვეყნიდან გაგდებული საქართველოს გასამთლიანებლად ზუგდიდში დაბრუნდა მისი თვითმფრინავი ზუგდიდში დაეშვა
უბრალოდ სცენაში და მოვიდა ზუგდიდში. და ზუგდიდელები დადგნენ მთელი საქართველოს გასაერთიანებლად. აი ეს არის ის სეპარატიზმი, რასაც ჩვენ ვეძახდით, რომ საუკეთესო ქართველობის პრეტენზია ყოველთვის გვაქვს ჩვენ, რას ვიზამთ? ასეა გვაქვს ეს პრეტენზია. უნდა კონდეთ კიდევ. გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ვიძახით, რომ ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარს საქართველოს. მეც გეუბნებით, რომ უნდა კონდეთ. ჩვენ ყველაზე მაგრა ვიცავთ საქართველოს. გვაქვს ეს ამბიცია, გვაქვს ეს პრეტენზია და ეს უნდა მოგვიტევოს. ჩვენი სპონსორია პრემიუმ ხარისხის ავეჯის იტალიური ბრენდი ბელონა. იტალიური ესთეტიკა და ხარისხი, რომელიც დროს უძლებს. ბელონა სტილი და სანდოობა. ბელონა გელოდებათ უფრო ფართო, განახლებულ და კომფორტულ გარემოში. აღმაშენებლის ხეივანი 32. ზუგდიდს არაერთი პოეტი ყავს და ჩვენთან სტუდიაში არის არაჩვეულებრივი ულამაზესი ქალბატონი, საპატიო ზუგდიდელი, არაერთი კრებულის ავტორი ქალბატონი მიმოზა ცაანა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. სიტყვა ზუგდიდი ჩემთვის ყველაფერია. ეს ჩემი საქართველოა. რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს ჩემი საქართველო, მაგრამ მშობლიურს მაინც სხვა ეშხი აქვს. სხვა დატვირთვა აქვს. სხვა სითბო აქვს. სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, სადაც გამხმარი ფოთოლიც კი რო გიყვარს. ეს სულ სხვა რამეა, ჩემო კარგებო. განამარტო გარეგნობით და თავისი მდებარეობით არის ულამაზესი, როგორც გიორგი თქვა, არაჩვეულებრივი ხალხით არის დიდებული ჩემი ქალაქი. მახსოვს რამდენი არაჩვეულებრივი კოლორიტი ადამიანები. აი რადგან ეხლა საბა და ბექას ვხედავ, როგორ შეიძლება ვალიკო კემულარია დაივიწყოს ადამიანმა და ნინა ციმინტია პირველი სკოლის დირექტორი იყო. საბას ლუიზა ციმინტია, სადაც საბა და ბექას ბაბუა და ბებია, საოცარი კოლორიტი ადამიანები. იმიტომაც არიან ესენი კოლორიტები, ჩემო კარგები. ამ ფესვებიდან წამოსულები. საშა ეგუტია, ჩვენი თეატრის დირექტორი, ეს ულამაზესი საოცარი პიროვნება და კიდე ვინ ჩამოთulis ოთარ ფაცაცია, ბონდოჯიქია, ახლა ხან გავაცილე ჩვენი ოთარ ჭიტანავა, არაჩვეულებრივი ადამიანი, ის საქართველოს დააკდა მარტა სამეგრელოს კი არა. დანარჩენ შემოძვირფასებო ლექსად გეტყვით. მოფუშკუტელო და ბადე, ჩქიმარ კვანიშ მაკვან წაფალი, შური შეშაკაშუადო, შულადერი გურის წამალი. სკანცაშლერი მურისხეფი, მითინის სასვემ კარწყინანს, კვანცი ლოკარკანტაია, ნანამ უჯგუთი შიჯინას, მარგალი ცირა, ორკოლითი, ტანი ოსარსალაია, აკო წყორილ ბჟადო თუთა, მუსკვამირე ნანაია, ჩქიმ ჩელადო ჩქიმი ბუსკა, მაღურჭულარი ფანდური, ნანა მუსურზუ კარწყეთ, მარგალ შირას ებშაგური, ჩქიმი ღალუშ ხვარჩალ ხვარე, ჩქიმი ოწვაწვაია დოლო, სამარგალოშ მაჭვალ ჩხანა, დო ძენძილ ჯალეფი შორო, დიდად სალობ წანკდო მიორკ, სკანიდუცუ გიფუჩუა, ქოქიმინი თემარდიდო, უთუნითი ვაგომტუა, სოდგა იბდე, მუდგა ბძირე, ჩქიმოს კანცალბითინვარე, ეთეკ ოკობღურე, ეთეკ სკანი ოლაფარეს, ართისკანი გოლუაფირო, გამწმოდგინანს ბოღურუსუ, ჩქიმდე ხვამელო ფედათდო, დღას ვემკორჭვებდას დუცუ, ჩქიმი რინა, კომწი მურე, გური შმარდუალი ვარდე, უსკანობა, ვადმასკვამე, ჩქიმ მოკვართხილ, ოდაბადე. რა კარგი. გაიგე ხო ყველაფერი? ვისი ხატია? სამშობლო. ან კი რა არის სახატე? სხვისი სულ ღმერთმა მაშოროს ვხედავ, ჩემიც ვერ დავხატე, ვერ გავცდი ჭრელ ოცნებას, ფაფხურობ და ვიკარგები. რაც იყო განა მოძველ და მე მივიხურე კარები, ვაჟა მარწივი აფრინა, ტატო მერანი დაღალა. მერცხალი შემოაფრინა სულში, წერეთლის ბაღანა მუხრანი. იდგა, დაეცა იჯდა,
წამოდგა ქართველი იაშვილს ტყვია გაექცა მიდამოებში საფეთქლის და პროცესია დაიძრა იქ დარდი სევდა სანთელი აღმაფრენების ქარიშხალს ვერ დაემალა გრანელი მთვარეს არ უნდა არავინ ესაუბრება ტაბიძეს წფობა აქვს დაუფარავი და ეს რას ნიშნავს გაფიცება ნამდვილი ეპოქა აქ მამას შვილი უზრდია მთელს გალაქტიკას ეყოფა ორივე გამსახურდია აქ რუსთაველი მოვიდა გასარჩევია ავირჩევ ნებისმიერი ორიდან ვეფხისტყაოსნის კარიბჭეს ლადომაც ბევრი იცოდა ბიჭებსაც წლები დააკლდათ მირზა იქ სადღაც ისროდა გურამი ზღვაში გადახტა წვიმს მისველდება აურა დღეებით მზეზე გამომშრალ სიმშვიდე მოშინაურდა სიმშვიდე ღმერთის გამოცდა ვხედავ ხელიდან წავედი თავზე მენგრევა ჩემი ცა მახრჩობს ვერთქმული წამები მინდა დუმილი შევიხსნა ჩემი ხატია სამშობლო ჩემი გულია მე უთქვენობა მაშოროს ღმერთმა უთქვენოდ რთულია ვიხსენებ ტატოს ილიას რუსთაველს ვაჟას აკაკის გალას ტერენტის ტიციანს და ღმერთის ყველა ჩანაფიქრს ვიხსენებ აღმაშენებელს ვიხსენებ ყველა წამებულს ეპოქის ყველა მშენებელს სპორტსმენებს გმირებს რამე თუ ქვეყანას ჭირი მოედო ისინი აღარ არიან ხმა მოიღე პოეტო შენ იცი ერთი წამია ცხოვრება როგორც ასახვა როგორც სხვაგვარი მომენტი მიზნად სამშობლოს დავსახავ ასე იზამდა პოეტი ალო ბრავო მადლობა დიდი მადლობა ჩვენთან სტუდიაში ასევე არის ჩვენი მეგობარი მსახიობი ტელეწამყვანი ზუგდიდელი ქალბატონი ნანა შონია გამარჯობა ნანა ძალიან მიხარია რომ შევხვდით დღეს აქ და რა ვიცი ის იგივე კითხვა სტანდარტული მოდი ესე ვთქვა ზუგდიდის შესახებ მოგიყე შენი ზუგდიდი გითხარი რა ნიშნავს ჩემთვის ზუგდიდი ნუ ჩემთვის ზუგდიდი არის ბავშვობა დედა მამა ბებია ბაბუა ნათესავები ბიძაშვილები ყველაფერი ეს არის ჩემთვის ზუგდიდი და არის თუნდაც აი იქაურობა იქაური სურნელი როცა ჩადიხარ და იქ სხვანაირად იწყება სუნთქვა ჩემთვის. თითქოს აი ფილტვები სხვანაირად იხსნება და მახსოვს ბებია იქ მუშაობდა ბოლომდე ქირურგი იყო ბოლო წუთამდე ოპერაციებს აკეთებდა საკმაოდ ისეთ ასაკში სოლიდურ ასაკში გარდაიცვალა და ბებია რომ ჩამოდიოდა არდადეგებზე აქ თბილისში წვენი ჩამოქონდა მახსოვს და დილით რომ ვიღვიძებდი მაღვიძებდა ზუგდიდის სუნი იმიტომ რომ ბებია იყო ჩამოსული და არ ვიცი იმ ზღვენს ქონდა სუნი არ ვიცი მას ჩამოქონდა ეს სურნელი იქიდან განწყობა და ერთიანად ალბათ ხო აი ეს ჩემთვის აი იმდენად სისხლში გამჯდარი მაქვს ეს ყველაფერი რომ არც კი ვიცი რა ველაპარაკო აი იქაურობა აი იქაური თითოეული მცენარე აი როგორც ქალბატონმა მიმოზამ გამხმარი ფოთოლიც გიყვარსო რა თქმა უნდა აი თითოეული ეზოში რო შეხვალ და სულ ეს ტროპიკული მცენარეები როა პალმები და არაჩვეულებრივი და როგორი მოვლილი და ლამაზი ეზოები აქვს მოვლილი და განსაკუთრებულად ლამაზი ეზოები, იმიტომ რომ ეს რაღაცა სხვა კულტურაა, იმიტომ რომ მე მახსოვს, როდესაც იქ რჩებოდი ხოლმე ღამე ბიძაშემის სახლში, დილის 6 საათზე მე მახვიძებდა ესეთი ხმა. ყველას. წელი. ეს იყო ცოცხის ხმა. ცოცხი, მეთქი წელი. იმიტომ რომ დილით მეგრელი ქალი რო ადგებოდა, აუცილებლად ეს იყო რომ დაესუფთავებინა იქაურობა, რა თქმა უნდა, ჩიტების ჭიკჭიკი ისინი თავისებურად მუსიკალურად იმას გაფორმებას მათზე იყო ჩიტებზე და აი ეს არის ზუგდიდი, როდესაც იღვიძებ და ეს ყველაფერი თავისთავად ჩნდება და დღესაც კი აი როდესაც აი მამიდა ჩემი დამირეკავს ხოლმე ზუგდიდიდან და ნანა მომიკითხავს ხო აი თითქოს ჩემთან არის ყოველთვის ჩემთან არის ეს ქალაქი და იქაურები რა თქმა უნდა ჩემთვის განსაკუთრებულ სიზვირფასეს წარმოადგენენ და მე ბედნიერი ვარ რომ აი ეხლა ამ ესეთ სოლიდურ ასაკში მომიწია კიდე სხვანაირი მეგობრები ზუგდიდელი მეგობრები ეხლა ფიქრობ ალბათ თქვენ ყველა თქვენით როგორ ამაყობენ იქ კი რა თქმა უნდა ნანუკა ჩემთვის სხვა არის ჯონი ჩემი ნათესავია და რა ვიცი ბევრი რამე გვაკავშირებს გიორგი გოდერძი ესენი არიან ჩემი როგორ გითხრა რაღაცა სხვა სიახლოვე და სიძვირფასი აქვს ამ ადამიანებს და რა ვიცი ეს არის ჩემთვის ზუგდიდი
ნარკიას ალ ნარკიას შატანცი ბოთუჩა ზღვას დიდალეფი შალ ნარკიას მომალეფი ჭვილ დღას გიშნაგორა ბაღანეფი ჩათხიარე მუშდიხას ულარენდა ართოსკუა ხურარენდა ართოსკუა ხვალევარი ვამკილვარი ნაშკარი შკაშიენ წერს დაჩხირონტუ ჰიჭუმარდუალი ჟგური ხამის გურშე ბორიაუმბარ სინგირცმე ხუმუშკური ულარენდა ართოსკუა ხურარენდა ართოსკუა ხვალევარი ვამკილვარი ნაშკარი ეს ლექსი ანაკლიაზეა ანარკია ნიშნავს დედის კიბეც შემოსევები როცა იყო თურქების მაშინ დედას გასტაცეს შვილი ბიზაჩემ ცხონებულმა განსვენებულმა პოეტი არ იყო მაგრამ ესეთი პატარა ლექსი მიუძღვნა ღარიბი თუ მაშრალი დიდარი თუ მათხოვარი წერით რა თქმა უნდა რო კითხულობ ზეპირაზვისი წერით თუ მოყარე მეზობელი თუ ნათესავი სიხარულით გიღებ კარს შენი ბედი დამებედო გურამ პატარაია კაცი რომელმაც სამეგრელოს სული ეკრანზე გააცოცხლა რეჟისორი რომელმაც შეძლო ქართული გენი ერთ კადრში მოექცია ჩანე იბედაპარაკე წერილ მაგაზე ვარ იცი ხო ალბათ კუჩხი ბედინერი რას იშნავს არა გითხრა ხო მითხარ არიცი აი მითხარი ბედნიერი ფეხი ეს კვარაცხელია ფიჭა კვარაცხელიას ფეხი ბედნიერი ო არის ხო ბედნიერი ფეხ ბედნიერი ანუ მე კუჩხი ფიჭას დავარქოთ ეხა იქ რო ეძახია სეტანტა სეტე რაღაცა დავარქოთ კუჩხი ბედნიერი ხვიჩა ფეხ ბედნიერი ხვიჩა ბატონაც არა მოკლედ ჩვენი სტუმარია ბატონი გურამის ქალიშვილი გალბატონი სოფიო მივესალმოთ ბატონ სოფიო აი როგორი კითხვა როგორი იყო ბატონი გურამი ვიცით რომ მუშაობის პროცესში თვითონ ვიცით რომ რეჟისურის გარდა სცენარსაც თვითონ წერდა და ძალიან ისეთი რა ვიცი თქვენ მოგიყევით უფრო უკეთ ნუ პირველეს ყოვლისა მინდა მოგესალმოთ და დიდი მადლობა უთხრა ამ პროექტის ავტორებს, იმიტომ რომ ჩემი საქართველო მართლა ჩემი საქართველოა და ეს გვაქვს არაჩვეულებრივი ქვეყანა, ლამაზი, თბილი, კეთილი. ცოტა ხანი შეიძლება რაღაც ამნეზია დაემართა, მაგრამ აუცილებლად დაუბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, იმიტომ რომ ყველაფერში არის ეს მიწაში, ბუნებაში, გამჯდარია ეს სიყვარული. რაც შეეხება მამას, ნუ საოცრად უყვარდა ეხა თავისი მხარე, რასაკვირველია. რო ყვებოდა რაღაც ისტორიებს, მე სხვაგან მესმოდა უკვე ეს ისტორიები და გარდა ამისა, ეხა მამა უკვე 43 წელია, რაც არ არის ცოცხალი და მიუხედავად ამისა, ყოველი ახალი წელი, ყოველი ეს დაკავშირებულია აი ამ ფილმთან და ისედაც სულ მესმის ფრაზები, სულ რაღაც ნუ ეხა მამა საოცარი იუმორით სავსე იყო, მისი ეხა მე ყველა გადაღებას ვესწრებოდი და რასაკვირველია, აი მის გადამღებ ჯგუფს რომ ესეთი სიხარული ქონდა, იმიტომ რომ არასდროს არ იცოდა არც ყვირილი, არც გაბრაზება პირიქით თვითონ სცენარის ავტორიც ყოველთვის თვითონ იყო. ეხა ვიცით რომ რეკორდი არის ჩაპეკის. მე რო წავიკითხე ჩაპეკის ეს მოთხრობა ვერანაირად ვერ დავაკავშირე ამასთან, მაგრამ ისე გადაამეგრულა. და ისეთ საოცარი ელფერი შეუქმნა ამ ყველაფერს, ყველა მსახიობმა. სხვათა შორის ბევრი არც არის მეგრელი. რა ვიცი, ძალიან მიყვარს სამეგრელო, ვერაფრით ვერ გამოვყოფ ისე რომ აი ჩემია ეს ყველაფერი, ჩემია. ეხა მამა მახსოვს ლაზებსაც ესაუბრებოდა ტაოკლარჯეთს რო იღებდა და ისა. ეხა რეკორდი გააციფრულეს.
და ეხლა კუჩხიზე მიდგა საქმე და მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტურ ფილმებსაც რაღაცა ეშველება. კი, აუცილებელია, რომ შეგვინარჩუნდეს დიდხანს კი არა სამუდამოდ. ისტორიული ფილმებია, ხო და ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ აი ამდენ საოცარ ადამიანს შევხვდი დღეს. ჩვენთან დღეს სტუმრად იმყოფებიან საბა კემულარია, ბექა კემულარია, თემურ კემულარია, კესო გაფრინდაშვილი, საბას მეუღლე. ზუგდიდის შესახებ თქვენს ისაუბრეთ და მოგისმენთ სიამოვნებით. რა ვიცი, ზუგდიდი ჩემთვის არის ნანუკა ძალიან მოეწონება ეს სიტყვა და პეცი. აი რაღაცა განსხვავებული, ძალიან განსხვავებული ქალაქია და ჩემი ხედვა იწყება ზუგდიდიდან. პროფესიიდან გამომდინარე საკმაოდ ხშირად მიწევს საზღვარგარეთ მოგზაურობა. აი ზუგდიდის თვალით უყურებ ყველა ქალაქს, სადაც კი ვიმყოფები, ასე რომ ძალიან მიყვარს. თუ მართლა ზუგდილი ხარ, ზუგდიდის ისტორია ზოგადად მაინც თუ ის დეტალებში თუ არა. მაშინ უკვე სულ სხვანაირად შეხედა ყველაფერს. მით უმეტეს და პასუხისმგებლობა არა მარტო ზუგდიდის წინაშე, არამედ სამეგრელოს და საქართველოს წინაშე. აი ესა ნამდვილი ზუგდიდელობა. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ძალიან მიხარია ამ გენიალურ ხალხთან ერთად რომ ვზივარ, ჩემს ოჯახთან ერთად. და ზუგდიდი არის ჩემთვის ყველაზე ტკბილი მოგონებები, ყველაზე გემრიელი, აი ესეთი თუ რამე მესიზრება ბებიაჩემის და ბაბუაჩემის სახლი, აი ქალბატონი მიმოზა ცანავა ბებიაჩემის წინეზა მინდა მოვიკითხო დიდი სიყვარულით ღმერთმა დიდხანს ვიცოცხლოს მისი გაზრდილი ვარ ამერიკაშია ახლა და ყოველთვის მათი ეზო, მათი სახლი ეს არის ჩემთვის ერთი დიდი წმინდა ადგილი და ერთი წმინდა გავიხსენო აი ოდოიეს ბიჭები არიან რამოდენიმე მათგანთან ერთად მე და ჩემმა ძმამ 20 წლის წინ პირველი საგალობელი ვთქვით ზუგდიდში მეუფე გერასიმესთან და ესეც ჩვენთვის იქიდან დაიწყო და იქიდან იწყება ყველაფერი შემოქმედება და მადლობა ბიჭებს წარმატებები მინდა უსურვო. კემულარიების ოჯახს შეუერთდება ელენე ფოჭკულა და დავტკბებით ერთად. აპლოდისმენტები. მასივარდითი შენელეჩი ბაღის ოკოდორგიკონი ინადასუ ახუმუდუ მასიკონი ორდიკონი აბარერა ორდილარანინა აბარერა ორდილარანინა იროთისი ოსადუდისკა ეს არის ნონა გაფრინდაშვილი, ძმის შვილიშვილი და სწორედ იმ სახლში ცხოვრობენ, სადაც ქალბატონი ნონა დაიბადა და ასე შემდეგ. ესო მოგესალმებით, ზუგდიდი არის ჩემთვის ძალიან საყვარელი, იმიტომ რომ აქ დავიბადე, გავიზარდე. გაფრინდაშვილი კი ვარ, მაგრამ ვარ მეგრელი, ჩემი დიდი ბაბუა წავიდა მივლინებით ზუგდიდში. მოიყვანა იქაური ცოლი, კი ისე მიიზიდა და ისე შეუყვარდა ეს ქალაქი რომ დარჩა. შემდეგ შეეძინათ 5 ბიჭი და 1 გოგონა და სწორედ ეს გოგონა არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე ნონა გაფრინდაშვილი და იმ სახლში გავიზარდე, ვიცხოვრე, სადაც ნონა ცხოვრობდა და ეს ჩემთვის ორმაგად საამაყოა და მნიშვნელოვანია. მან მსოფლიო ჭადრაკის რუკა შეცვალა, საქართველო კი ინტელექტუალური ბრძოლების ეპიცენტრად აქცია. ზუგდიდი არის ჭადრაკის მექა. ეს დადასტურებული ფაქტია და ერთ-ერთი სტუმარი ჩვენი ამის დასტურია, მაგრამ მასთან მოგვიანებით გადავალთ და გაგაცნობთ მას უფრო ახლოს. ახლა კი კიდევ ერთი ლეგენდარული სპორტსმენი უნდა წარმოგიდგინოთ, ადამიანი, რომელმაც ბევრჯერ დაწერა ისტორია,
რომელიც დღესაც არის გადასარევ ფორმაში, ეს არის ბატონი ოთარ გაბელია. ბატონო ოთარ, დღეს ჩვენ ჩვეული საუბარი არ გვექნება, ანუ სპორტზე და ნაკრებზე და ამაზე არ ვისაუბრებთ. დღეს ჩვენ ზუგდიდის შესახებ ვსაუბრობთ და მაქინან დავიწყოთ და თქვენ საფეხბურთო ამბებზე ჩვენ რო დავიწყოთ, ვერ გაგვაჩერებენ ესენი და ჯობია რომ აი ესე გადავწყვიტოთ ეს საკითხი. უპირველეს ყოვლისა მივესალმები ყველა აღზამსტრებს ადამიანებს, რომლებიც დღეს ამ გადაცემაში მონაწილეობენ. შესანიშნავი პროექტია ჩემო თიმა და აუცილებლად გაგრძელდება ეს პროექტი დარწმუნებული ვარ. იმდენი ადამიანი გამოვიდა სიტყვით და იმდენი ილაპარაკეს, მე ცოტა გამიჭირდება საუბარი, ამიტომ ერთი რამე შემიძლია ვთქვა ჩემო თიმა, რომ რაც მე ვთქვა ამ ჩემ სფეროში მივაღწიე, ეს არის უპირველეს ყოვლისა ჩემი მშობლების, ჩემი სკოლის, მე-4 საშუალო სკოლა დავამთავრე ზუგდიდში, ჩემი სკოლის იმ მასწავლებლების, აი ჩემ სფეროში, ვინც ჩემთან მუშაობდნენ, თქვა, სწავლის პერიოდში იქნებოდა შემდგომ ამ ფეხბურთის კარიერაში, ყველაფერი არის აი ამ დიდებული ქალაქის დამსახურება, თუ რამეს მე წარმოვადგენ დღეს აი ამ ფეხბურთში, სპორტის ამსახურებაში. აი ამ სფეროებში რო არ მეღვაწა მე და ისეთი ხალხი რო არ მყოლო, შეიძლება არც გამოვსულიყავი, რაღაც პატარა წვლილი მაქვს ქართულ ფეხბურთში შეტანილი. ჩვენთან სტუდიაში იმყოფება კიდევ ერთი სახელოვანი ახალგაზრდა ზუგდიდიდან, სპორტსმენი, მრავალგზის ჩემპიონი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი ნიკოლო შამათავა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ჭადრაკი და ზუგდიდი მოგლეთ, ავიცი, აი გადაჯაჭვული აბავი არის. ვილო ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე და აგერ ახალგაზრდა წარმატებული მოჭადრაკე. მიდი შენც გითხარი შენი ამბები, ჭადრაკზეც გითხარი, ზუგდიდზე გითხარი რაც თავარია. ნუ ერთხელ მაინც ვინც არის ნამყოფი ზუგდიდის დადიანების სახლ-მუზეუმში, ერთ-ერთ ოთახში არის საჭადრაკო დაფა, რომელზეც არის გამოსახული ერთ-ერთი პოზიცია ანდრია დადიანის პარტიიდან, რომელიც ეთამაშა თუ არ ვცდები ფრანგ მოჭადრაკეს, ძალიან ხშირად იგი მიმოწერით ჭადრაკს თამაშობდა საფრანგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ისეთ არისტოკრატიული წრის წარმომადგენლებთან და ერთ-ერთი ძალიან ისეთი სასიამოვნო და ლამაზი პოზიცია არის ამ დადიანების სახლ-მუზეუმში გამოსახული. ორგზის სოფლიოს ჩემპიონი კარატეში ზუგდიდელი გოგიტა არქანია წარმოგიდგინოთ, რომელიც იმყოფება ჩვენთან სტუდიაში და ვისაც გაქვთ ნაყური ნანახი ამის ჭხუბი, ეგრევე მიხვდებით რომ ეგრელია. ისეთი სწრაფი და მოხერხებული და მაგარია. დიახ, ნამდვილად ზუგდიდი არის ჩემთვის განსაკუთრებული ქალაქი რა. მე ზუგდიდში გავიზარდე და აი როგორც თქვენ ახსენეთ, ახლა ორგზის სოფლიო ჩემპიონობა, მე ეს ამბავი ვისწავლე ზუგდიდში. იქ მასწავლეს და მინდა იმ ჩემ მასწავლებელს ძალიან დიდი მადლობა უთხრა და ძალიან ბევრი მეგობარი მყავს მე ზუგდიდში და აქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მეგრელებს ეს ჩემი სპორტის სახეობა კარატე გამოზით ძალიან კარგად. ეხლა მაგალითს გეტყვით. მე ვარ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამჟამად, აქტიურ სპორტში არ ვარ. 10 სპორტსმენიდან 9 არის მეგრელი. ხედავ. დინამოში რამდენი არის მეგრელი? დინამოში რამდენი იყო? 7. მართლა. უბრალოდ სტატისტიკის ამბავში და თქვენ თვითონ მიხედვით და ამაზე კარგი არგუმენტი არ არის. ბოლო 2 წელს განმავლობაში ზუგდიდელმა ბავშვებმა ევროპის ტიტული 4 ოქროს медаლი მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატზე. მოკლედ მეგრელების სპორტია, ჩვენ ესე დავარქით. მეგრელების სპორტი არის კარატე და მე ჩემ ზუგდიდს გვერდში უდგავარ ყოველთვის, ჩავდივარ. ჩემი სფეროდან გამომდინარე, რაც ვიცი, იმას ვასწავლე, უზიარებ და ძალიან მიყვარს. ზუგდიდი არის შეგნების ქალაქი რა. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და შეგნება, ადამიანობა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა არის უმაღლეს დონეზე. ძალიან მიყვართ ზუგდიდელი და წარმატებები მინდა სულისურვოთ რა. Akashara komuchitu Jasula jasula Mindas voko fioria Jasula jasula Khastas le kurbochka dili Jasula jasula Karkashi sukhioria Jasula jasula Khezda machamo eliri Jasula jasula Kinaga khol khiri mishi Jasula jasula Kugata
ვადი გაჭირდუ ჯანსულა ჯანსულა იღუდან ჰიჩკი მიშიში ჯანსულა ჯანსულა ათაკ მურეგე ფახუნი ჯანსულა ჯანსულა კუდირე თუ ბახახია ჯანსულა ჯანსულა შორშე კაბჯაბუდი ვარა ჯანსულა ჯანსულა აშამუშა მოხახია ჯანსულა ჯანსულა ნანა ჩკი მიცოდა ჯანსულა ჯანსულა მუჭაკი ბი უძიძგანს ჯანსულა ჯანსულა ობჭკომას ჯიმალეფი ჯანსულა ჯანსულა ობჭკომას და ობჭკომას ჯანსულა ჯანსულა ხალაკა უჩკი მუმას ჯანსულა ჯანსულა ვაუსუდა აკეთას ჯანსულა ჯანსულა ასე ოკოტოპილე ჯანსულა ჯანსულა ტოპილი და გუათე ჯანსულა მადლობა ზუგდიდის სალოდვარო სკოლას და მადლობა ფოლკლორის ეროვნულ ცენტრს გვერდში დგომისთვის. ძალიან მაგარი ბავშვები ხართ. დიმა, სანამ გემრიელ უკმაზე გადავალთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ჩვენი გადაცემის მხარდამჭერი კომპანია Phagio. Phagio ფაქიზი დაცვა გაციებისა და ინფექციებისგან. Phagio გამოიყენება ანგინისა, სინუსიტის, ბრონქიტისა და სხვა სასუნთქი გზების დაავადებების მკურნალობისა და პრევენციისთვის. Phagio შერჩევითად ანადგურებს მხოლოდ დაავადების გამომწვევ მავნე ბაქტერიებს და არ აზიანებს სასარგებლო მიკროფლორას. დედამ იცის Phagio. ჩვენი სპონსორია პრემიუმ ხარისხის ავეჯის იტალიური ბრენდი Bellona. Bellona აერთიანებს ინოვაციურ დიზაინს, მაღალი ხარისხის მასალებსა და ევროპულ სტანდარტებს. თითოეული დეტალი შექმნილია გამორჩეული კომფორტისა და ხანგრძლივი გამოყენებისთვის. Bellona ელეგანტურობისა და ხცანდოობის სიმბოლო თანამედროვე სივრცეში. ზუგდიდის მერი ბატონი დავით კოდუა, 1 წუთი ბატონი დავითის. ზუგდიდი პირველ რიგში არის ურთიერთობა. ეს არის სიყვარულის, მეგობრობის, ტრადიციების, სტუმართმასწავლებლობის ქალაქი. აქ ადამიანები მიუხედავად იმისა, ერთმანეთს იცნობენ თუ არა, ესალმებიან, სიყვარულს გამოხატავენ და მუდმივად მზად არიან ერთმანეთის დასახმარებლად. ზუგდიდი ეს არის ერთმანეთის გატანის საქვეყნოდ აღიარებული ადგილი და ამ ყველაფრის სიმბოლო ეს უნიკალური და თბილი ქალაქია, რომელიც უზარმაზარ ისტორიას ინახავს, ასევე ინახავს კონკრეტულ სახელებს, გვარებს, თავდაუზოგავ გმირებს, ისტორიულ მოვლენებსა და ფაქტებს. ზუგდიდის დღეს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს. ჩვენ ვართ ხიდი ოკუპირებულ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის და ეს მისია ამ ქალაქს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ძენს. ზუგდიდი არის ღვთისმშობლის კვართის მცველი ქალაქი. ეს არის უდიდესი წყალობა, სწორედ ჩვენს ქალაქშია დაბრძანებული მარიამ ღვთისმშობლის ხელთუქმნელი კვართი. მისი დღესასწაული კი სრულიად მართლმადიდებლურ სამყაროს აერთიანებს. ამდენად ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის ამ ქალაქის მერობა. ყველაზე გემრიელი ლუკმა პირდაპირ მნიშვნელობით ბოლოში მოვიტოვეთ და ხვიცი რომ არ შეიძლება. არ შეიძლება ზუგდიდი ვახსენოთ და მეგრულ სამზარეულოს ესე გვერდია ვუყუროთ. რა გვერდია ვუყუროთ? დასაფარაკო. ხო, აბა რა უნდა ვქცეთ მაშინ. გვერდია ვუყუროთ კი არა, ეს არის შედევრი. გეცახმე. მე მაგალითად ვიტყოდი რომ ძეგლია. რა კერძი გიყარ შენ?
ამზადებ რა მეკერც ვამზადებ ხა მეგრელი ხალი და მაგალითად რა გებჟანია გუნდო ყვალი საცი ხარჩო გუნდო ყვალი ელარჯი კუპატი ხარჩო ეგ მინდა ხაჭაპური ზემოდან ყველით ხაჭაპური ეს ერთ მეგრული ნანუკა შენ რომელ კერტს ადიჭებ უპირატესობას მოგატყუებთ რო გითხრათ რომ იმას პასტას რა თქმა უნდა ელარჯი კუჭმაჭი კუპატი ხონი შებოლილი ყველი სულგუნი გარდამაჩერო საცივი აუდუღარი ოღონდ ჩვენი ხარჩო ბაჟე კიდე ხაჭაპური ფიზემოდან მოყოლი ყველი ახლა უყველო ხაჭაპური ჭადი რა ქვია იმას ტვიშტარი შაშტიტო ტვიშტარი მეგრული ლებია ნიგზიანი ლობიო ხერკელია ონგარუშ მაგარონი ირფელმიოს მეგრული ჩიფსი არის დელიკატესი ნახვაწა ერთი ფაქტია ძალიან გთხოვთ ისტორიკოსთან კვლევარსთან ჩემს მეგობარს და კოლეგას მინდა უდიდესი სიამოვნებით მოусმენ აი მაინც რა არის კულინარიული შედევრი სამეგრელოსი აი ახლა ერთი რამე რო თქვა ის გეცემა იქ მაგრამ არ ვეცემი დადასტურებულად ამისი თქმა ძალიან ძნელია მაგრამ ერთ ამბავს მოუყვები იმიტომ რომ ეს მეგრულ სამზარეულოს უკავშირდება ისტორიული თვალსაზრისით ელარჯთან დაკავშირებით ელარჯზე არსებობს ერთი ძალიან ავტორიტეტული მოსაზრება რომ ეს არის დაკავშირებული მეგრულ ტერმინ ლარჯგუასთან რაც ღეჭვას უნდა ნიშნავდეს მაგრამ არსებობს მეორე ვერსია რომელიც მე ძალიან მომწონს დადიანებმა მოიპატიჟეს ფრანგისიძე დადიანების სასახლეში და შემოუტანეს ელარჯი, რომელსაც მაშინ ელარჯი არ ერქვა. და ამ კაცმა ჩანგალს რომ მოკიდა ხელი და გაწელა, ისე გაუკვირდა რომ ელარჯო თქვა. ეს იქნება სწორი ვერსია. აქედან გარჩდა ელარჯის ეს სახელწოდება. ახლა ხო გეუბნები ეს მართალია თუ თვლია. ვაიმე ჩვენ გვინდა რომ დავიძებთ შეიძლება არ არის. მაგარია. დასადასტურებელია, მაგრამ თუ შედევრს ვეძახით რამეს ალბათ არის ელარჯი, რომელმაც ფრანგიც კი მოხიბლა. მე მეგონა ფრანგული სტო იქნება და ელარჯი რაღაცას იტყოდა რაღაცა არის, მაგრამ ნუ ეგ უფრო მაგარი სტო, მე ეგ მომწონს. კი ბატონო. დავიტაცოთ ეს ისტორია და ვიცოდეთ რომ ესე არის. მასე კი ბატონო. მოკლედ ამ პურმარის ეხლა პურმარის წარმოსახვით სამწუხაროდ, მაგრამ მაგის დროს დადგება. ამ პურმარის ცეკვა სიმღერა დაამშვენებს ალბათ ხო ესეა რა? აბა ულა! გოლიათი რომ დამთავრდა ჩვენი გადაცემა. აბა ჰე და აბა ხო.